ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშვიდობისა, ეს არის ინფორმატორის და ლაილაის 10 საათიანი ყველაზე ვრცელი გამოშვება და მოდით ერთად გავიგოთ როგორ ცხოვრობენ და რითი ერთობიან ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები. რა თქმა უნდა, ჩემი საინფორმატორო ფურცლების საშუალებით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ჯგუფი ემი სულ მალე ზურა მახნიაშვილის სტუდიაში ახალ სიმღერაზე დაიწყებენ მუშაობას. სიმღერა, რომელიც რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, მაია დარსმელიძეს ტექსტზე დაიწერა. სხვათა შორის ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მომღერალი მაია დარსმელიძე სიმღერის ტექსტს წერს. როგორც ჩვენი წინა სიმღერები, ასევე ეს სიმღერაც, რომელზეც ახლა ამ მომენტისათვის მუშაობთ, ეკუთვნის რუსა მორჩილაძეს. შეიქმნა გაზაფხულზე. იმის შემდეგ კეთდებოდა არანჟირება, რომლის ავტორიც არის ზურა მახნიაშვილი და დასრულდა უკვე არანჟირებაზე მუშაობა. ტექსტს ქმნის მაია დარსმელიძე და სწორედ ველოდებით მაიას, რომ ტექსტის დამთავრების შემდეგ დავიწყოთ უკვე ამ სიმღერის ჩაწერა. ეს სიმღერა არის ძალიან მელანქოლიური ხასიათის და აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ კიდე მეორე სიმღერაზე გვემუშავა, რომელიც უფრო რაღაცა დისკო სტილში იქნება. მეორე სიმღერის ავტორს არ დავასახელებ, არანჟირება მზად არის უკვე. ისე ვიტყვი, რომ მომღერალია. მეც არაფერს არ ვიტყვი. ანუ სიურპრიზი მინდა იყოს. არა, დებიუტი არ იქნება ამ ადამიანის როგორც სიმღერის ავტორის, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ სიურპრიზი იყოს. ჩვენ შემთხვევაში გამონაკლისი იქნება, იმიტომ რომ აქამდე რა სიმღერებით შეგვიცვლებია, ყველა იყო რუსა მორჩილაძეს და რადგან ამ ადამიანის სიმღერას მივანიჭეთ უპირატესობა, ეს მე ვფიქრობ, რომ ნიშნავს, რომ კარგია. პრინციპში სამომავლოდ გეგმებში არის რომელიმე სიმღერაზე კლიპის გადაღება, მაგრამ ამას გადავწყვეტ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ორივე სიმღერა უკვე იქნება ჩაწერილი, ორივეს მოვისმენთ და ეს ამას ალბათ უფრო განსაზღვრავს რადიო რეიტინგი, იმიტომ რომ მივიტანთ რადიოებში, რომელ სიმღერაზეც იქნება მოთხოვნა, რომელიც მსმენელის რაღაც გარკვეულ სიმპათიას დაიმსახურებს, იმის მიხედვით გადავწყვეტთ. სექტემბრის პირველ 2 რიცხვებში მსმენელი მოისმენს ორივე სიმღერას ერთად. სად იქნება? მე როგორც ხედავ, ინფორმატორი ძალიან უსწრებს მოვლენებს. აი როგორც ჩემს საინფორმატორო ფურცლებში წერია, თურმე სექტემბერში ჯგუფი ქუჩის ბიჭები ახალ ვიდეო კლიპზე დაიწყებენ მუშაობას. ეს იქნება კომპიუტერული გრაფიკის შექმნილი თურმე ნოვატორული კლიპი. ნახოთ რა გამოვა სექტემბერი, არც ისე შორია. ცოტა ოდნავ ჩაუწიე და კაი სუდნო. Ciauzie. Da quando prendi una bere vai e prendi il sole e sale su, sento d'amarti in quei momenti. Da quando che caia. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სტუდია ქართულ ჩანაწერებში, სადაც გვანცა ზაქარიაშვილი თავის ახალ სიმღერას წერს. და მოდით ამ სიმღერასთან დაკავშირებით ახლა გვანცაც გავესაუბროთ. მივეგზავრები ერთ კვირაში იტალიაში, მსოფლიო მუსიკალურ ფესტივალზე ქალაქ ფივიზანოში. უკვე რეპერტუარი მზად ჰქონდა, უბრალოდ რადგან იქ 2 ნომინაციაში უნდა წავსდგე, ფოლკლორულ და ლირიკაში. ამიტომ მივამატე კიდე 2 სიმღერა, ეს არის ერთ-ერთი არის ზუსტად ალბანოს რეპერტუარიდან. Non so se la vita ci basterà. Giardini immensi e d'aria pura respirare. Quando fai Caia. E mi racconti i tuoi 1000 sogni ridendoci su. Poi quando scendo in cucina e dico bambini a scuola tardi già, sento d'amarti in quei momenti. Ed anche oggi un altro giorno insieme a te. Nu, ჯერჯერობით კარგად მიმდინარეობს ჩაწერის პროცესი და ფაქტობრივად ეხლა დავიწყეთ. ვანცა მე მივაყოლებ თვალს, აქ რაღაცა მე მგონი ვერა თქვი 1-2 სიტყვა გარდა. Ну, იტალიურ აქცენტზე მოდი. ხო, მაგრამ მაქსიმალურად კონტრაბასო და ტელეფონი ვერი. აი თუ ოი მანო არის და შენ თუ იმანოს. აი დე. აჰა. მეორე
Da quando poi tu telefoni e dici io non la faccio la tata tu sento davanti in quei momenti ed anche oggi un altro giorno insieme a te ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.